თუ შენ ტელეფონი 2026 წელსაც აი ესეთ სურათებს იღებს და ტელეფონის ნაცვლად კალკულატორი გაქვს. ეს არის ახალი Honor 600 Pro და პირველად რომ ავიღე ხელში, ვფიქრე რომ ჩვეულებრივი ტელეფონი იყო, მაგრამ აქვს ძალიან სასიამოვნო თხელი და დახვეწილი დიზაინი. სულ არის 200 გრამი, ამიტომ ხელში ძალიან მარტივად და კომფორტულად დაიჭერთ. აქვს 6.7 ინჩიანი AMOLED ეკრანი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოსახულება იყოს ძალიან ხასხასა, კონტრასტული და ლამაზი. თუმცა ტელეფონებში ყველაზე მეტად ყველას რა გვაინტერესებს? კამერა. აქვს 50 მეგაპიქსელიანი წინა კამერა სელფებისთვის, აქვს 200 მეგაპიქსელიანი უკანა მთავარი კამერა, კარგი სტაბილიზაციით და ამ ტელეფონისთვის საკმაოდ დიდი სენსორით. აქვს 12 მეგაპიქსელიანი ultra wide და მაკრო კამერა და 50 მეგაპიქსელიანი zoom პარასკოპული კამერა. ხარისხის დაკარგვის გარეშე შეგიძლიათ დაზუმებული ფოტოების გადაღება, მაგრამ თუ თქვენი ჰობი არის ჰორიზონტების გადაღება და ზედმეტად ცნობის მოყვარე ადამიანი ბრძანდებით, შეგიძლიათ თქვენი ზუმი გაზარდოთ 120x-მდე და ეს იქნება digital zoom-ი, სადაც AI დაგეხმარებათ, რომ თქვენი გამოსახულება იყოს უფრო ზუსტი და ხარისხიანი. თუმცა ამისთვის დაგჭირდება ინტერნეტთან წვდომა. უნდა აღნიშნოთ Honor-ის ფუნქცია AI image to video 2 და 0. თქვენი გადაღებული სურათები შეგიძლიათ ერთ ღილაკზე დატკაპუნებით დაედიტოთ AI-ის დახმარებით. მაგალითად, შევშალოთ ზედმეტი ობიექტები, ფოტო და შეცვალოთ ფერები, გაუმჯობესოთ ხარისხი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ დააგენერიროთ ვიდეო ერთი ფოტოდან. თუმცა გააქტიურებიდან 75 დღის განმავლობაშია მხოლოდ ეს ფუნქცია უფასო. იმდენი რაღაც ჩამოგითვალეთ და როგორ უძლებს ბატარეა ამ ყველაფერს. Honor 600 Pro-ს აქვს 7000 მAh-იანი ბატარეა. ანუ ჩემნაირად ქრონიკულად ონლაინ თუ ხარ, მთელი ერთი დღე გაგიძლებთ სოციალური ქსელების სასკროლველად, მაგრამ ტელეფონს ასევე თამაშებისთვისაც თუ იყენებთ, მაშინ დაახლოებით 9 დღე 12 საათამდე გაგიძლებთ. თუმცა ბოლომდეც რომ დასვათ ეს ტელეფონი ძალიან სწრაფად იტენება თავისი 80 ვატიანი სუპერ ჩარჯერით, ასე რომ no worries. ეს ტელეფონი მხოლოდ ძალიან ლამაზი, თხელი და დახვეწილი კი არ არის. ძალიან ძლიერიც არის, რადგანაც მუშაობს Snapdragon 8 Elite-ის პროცესორზე. ანუ ძალიან სტაბილურ, ძლიერ პერფორმანსს იღებთ გაჭედვების გარეშე. მოკლედ, საკმაოდ კარგი ტელეფონია. ამიტომ ეს ინფორმაცია თუ დააგეხმარებათ ტელეფონის არჩევისას, ძალიან გამიხარდება.